და შეგვიძლია დავიწყოთ საუბარი გიორგი ვაშაძესთან. მივესალმები მას. შეგვიძლია ვთქვათ, რომ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ესეთი სასტუდიო კონცეპტუალური ინტერვიუ პირველია, ასე ვთქვათ და ინტერესით სიმართლე გითხრათ, მე პირადად სერიოზული მაქვს რამდენადაც ბევრი რამ ხდება და მოხდა ქვეყანაშიც მის ფარგლებს გარეთაც ისეთი რომელიც სulis ერთის მხრივ სოფლიო გეოპოლიტიკას მეორეს მხრივ თავის ხელს ატყობს რეგიონში არსებულ ძალთა ბალანსს და განლაგებას დღე-დღეზე ველოდებით მე პირადად ვფიქრობ უკვე რომ ამ დღეებში ირანის მიმართულებით ოპერაციაც დაიწყება, როგორ დამთავრდება ეს კიდე ცალკე და რთული საკითხია. უკრაინის მიმართულებით ვხედავთ ძალიან სერიოზულ ნაბიჯებს, რომელიც უკრაინას არა მარტო წინააღმდეგობას და მდგრადობას კიდევ უფრო ოპტიმისტურად გვანახებს აქედან, არამედ შეტევით პოტენციალზეც შეიძლება უკვე სერიოზული ლაპარაკი, მაგრამ თავად ქართულ პოლიტიკაშიც არის კონტურები ოპოზიციის კოორდინაციის უფრო მაღალი ხარისხის და მეორეს მხრივ ბრიტანული სანქციები, რომელიც მხოლოდ იზოლირებულ ნაბიჯად არ შეიძლება იყოს განხილული, ეს ის შემთხვევა, რა ნაწილშიც ჩვენი დასავლელი პარტნიორები დარწმუნებული ვარ, უფრო აქტიური კომუნიკაციის ფაზაში არიან, მიანიშნებს იმაზე, რომ ეს არის პროცესის ერთი მნიშვნელოვანი, მაგრამ დასაწყისი ნაწილი და ფაზა. აი ამ ბევრი თემის გათვალისწინებით ქართული ოპოზიციის გეგმები კიდევ უფრო აქტუალური და მნიშვნელოვანი და საინტერესო ხდება. არ მინდა რომელიმე კონკრეტული ამ თემებს დავიწყო. პირველ რიგში მინდა გკითხოთ, როგორ ჩაიარაკე, როგორ მიმდინარეობს დღეები, უკვე ციხის საკანს მიღმა, როგორია აღქმული ქვეყანა და რეალობა დღეს საქართველოში თქვენთვის. მოგესალმებით გიორგი, მივესალმები ჩვენს თანამემამულეებს. დიდი ხანი არ მქონია შესაძლებლობა ასე პირდაპირ ეთერში საუბრის, შეიძლება ითქვას რამდენი 8-9 თვე გამოდის უკვე და მე შევეცდები რომ ჩემი მოსაზრებები გაგიზიაროთ დღეს. ძალიან სწორად აღნიშნეთ თქვენ და ნებისმიერი ქვეყნის განვითარებაში სამი ფაქტორი ახდენს თავარ გავლენას, ხო? და ამით წყდება ნებისმიერი ქვეყნის ბედი. ეს არის გეოპოლიტიკური ფაქტორები, ეს არის შიდა წესრიგი და უწესრიგობა, ასე რომ ვთქვა და მესამე ეს არის ეკონომიკური ფაქტორები. აი სამი ფაქტორია, რომელიც ნებისმიერი ქვეყნის ბედს განსაზღვრავს. საით მიდის ქვეყანა, როგორ ვითარდება და სამწუხაროდ ჩვენ სამივე ამ მიმართულებაში გვაქვს ძალიან ძიმე ვითარება დღეს ქვეყანაში. მოდით პირდაპირ დავარქვათ თავის სახელი, ჩვენ ახლა ვიმყოფებით ჩიხში. ჩიხში ვართ, სერიოზულ ჩიხში ვართ და ამ ჩიხიდან გამოსავალი ყველამ ერთად უნდა მოვძებნოთ. და ჩემი პირველი გზავნილიც ეს იქნება, რომ თავარ ამოცანად, რასაც ვისახავ მე და ამ თავარ ამოცანად, რასაც ისახავს ის ადამიანები, ვისთან ერთადაც ამ ციხიდან განთავისუფლების შემდეგ ძალიან ინტენსიურად მუშაობთ, ეს არის თანხმობის მიღწევა ყველა იმ ადამიანთან, ვისაც სურს საქართველოში რომ იყოს სამართლიანი გარემო. ვისაც სურს რომ საქართველო იყოს რეგიონის ლიდერი სახელმწიფო. ვისაც სურს რომ საქართველო იყოს რეფორმების და განვითარების ავანგარდში. ვისაც სურს რომ უბრალოდ ნორმალურად ვიცხოვროთ ამ ქვეყანაში. ვისაც სურს რომ არ იყოს აი ეს რაღაცა სიძულვილი დაპირისპირება, რომელიც დღეს ქვეყანაში არის. რომ ადამიანურად ვექცეოდეთ ერთმანეთს. რომ გავამარტივოთ სიტუაცია, ხო? ვისაც სურს რომ საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი, ვისაც სურს რომ ეკონომიკურად სწრაფად ვითარდებოდეთ, არა ის რომ ვითომ ვითარდებით ციფრებში და ამაზე შეგვიძლია ვისაუბროთ მოგვიანებით, რატო არა ისახება ეს ადამიანებზე. არამედ ნამდვილი განვითარება იყოს, ორნიშნა განვითარება იყოს, რომელიც მოუტანს ყველა მოქალაქეს კეთილდღეობას, ნორმალური ცხოვრების გარემოს, ვისაც სურს რომ სოფელი არ იცლებოდეს და ასე შემდეგ, ბევრი რამ შეიძლება ვთქვათ. და მე ვფიქრობ რომ თუ ამ გზით წავალთ და ამ გზით წავალთ ჩვენ ეს გვაქვს არჩეული აუცილებლად გაცილებით მეტ ადამიანთან გვაქვს ვიპოვით თანხმობას ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. უფრო მეტიც მე ვფიქრობ რომ ქართული ოცნების მხარდამჭერებთანაც ჩვენ ძალიან ბევრი საერთო გვაქვს. იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ რომ მათ აბსოლუტურ უმრავლესობას სურს რომ საქართველო იყოს ძლიერი, ძლევამოსილი წელში გამართული თავაწეული სახელმწიფო რომ ვიამაყოთ ჩვენი ქვეყნით, ხო? აი აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ და უფრო მეტიც გიორგი. მე იმასაც ვიტყვი რომ რადგან ქართული ოცნების მხარდამჭერები ახსენეთ. აი ამ ინტერვიუს დასაწყისშივე რა შეგიძლიათ თქვათ ისეთი
რომლის მოსმენის შემდეგაც მაყურებლები, რომლებიც ახლა ფორმულას ტრადიციულად უყურებენ, გადაურეკავენ ან მიწერენ, მესიჯს გაუგზავნიან თავიანთ სანათესაოში ან სამეზობლოში, სანაცნობოში ქართული ოცნების შემორჩენილ მხარდამჭერებს, რომ გადაერთე გიორგი ვაშაძე საშენო საინტერესო. მე მათ ვეუბნები ძალიან კონკრეტულ გზავნილს, რომ მე მათთან გასაყოფი არაფერი არ მაქვს. ერთი ქვეყანა გვაქვს, ერთი სამშობლო გვაქვს. ჩვენი შვილები აქ იზრდებიან. ყველას გვინდა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი. გვინდა რომ თავაწეული დავდიოდეთ და ვამაყობდეთ ჩვენი ქვეყნით. არ გვინდა რომ ასეთი გაჭირვება იყოს. არ გვინდა რომ უსამართლობამ წალეკოს აბსოლუტურად ყველაფერი და გვინდა რომ ნორმალურად ადამიანურად ვიცხოვროთ ამ ქვეყანაში. აი ვეუბნები მათაც არა მარტო ჩვენს მხარდამჭერებს, არა მარტო იმათ, ვინც პესიმიზმშია შეიძლება ჩავარდნენ, არამედ ქართული ოცნების მხარდამჭერებსაც. არა მაქვს არაფერი გასაყოფი თქვენთან. არ მინდა თქვენთან მტრობა. იმიტომ რომ ჩვენ ქვეყნის შიგნით ერთმანეთში მტერს არ უნდა ვეძებდეთ. მტრის ხატები ის, რომელსაც ქმნიან, რეალურად ეს არის ხელოვნურად შექმნილი ხატები და ეს რაღაცნაირი მტრობა, ეს ურთიერთდაპირისპირება უკვე იმ დონეზე მივიდა, რომ სამეგობროებში, სამეზობლოებში, რა ვიცი, ყველგან წავიდა, მიხვდით და არა ვართ არ გვინდა ჩვენ ასე ცხოვრება, ჩვენ გვინდა თანხმობა, ჩვენ გვინდა ერთად ავაშენოთ ეს ქვეყანა, ჩვენ გვინდა რომ გავაკეთოთ ერთად საქმე, დიახ, ვიპაექროთ, ვიკამათოთ, მაგრამ ვიკამათოთ ვინ უფრო მეც გააკეთებს ქვეყნისთვის, ვინ უფრო უკეთ დაიხარჯება ქვეყნისთვის, ვიკამათოთ იმაზე, რომელი ეკონომიკური რეფორმა უფრო კარგი იქნება ქვეყნისთვის და არა ის რომ შენ თუ მე არ მეთანხმები, მე შენ ციხეში ჩაგსვავ. ან უცებ გამოვიდეს ვინმე და გითხრას რომ აგერ საგანმანათლებლო სისტემაში პროფესორ მასწავლებლები საერთოდ სამსახურს დაკარგავენ და ასე შემდეგ. მაგრამ თავარი კითხვა მინდა აქ მათაც უთხრა. რა გვიშლის ხელს ამაში და ვინ გვიშლის ხელს ამაში? ამაში ხელს გვიშლის რეალობას მოწყვეტილი ქართული ოცნების ლიდერები. აი მოდით აქ ერთი წამით გავჩერდეთ, ჩვენ თემატურად მოგვიწევს ბევრ საკითხთან შეხება, მაგრამ საინტერესოა თქვენ როგორ განსაზღვრავთ არსებულ რეჟიმს, იმიტომ რომ იქიდან გამომდინარეობს მერე სტრატეგიაც, ტაქტიკაც და ასე შემდეგ. აი როგორი რა ეტაპზე ეს ავტორიტარული ტენდენციები. ანუ ეს არის ჯერ კიდევ ჰიბრიდული მმართველობა თქვენი აზრით, თუ ეს არის კონსოლიდირებული ერთპიროვნული ავტოკრატია, იმიტომ რომ თქვენი ესეთი როგორ ვთქვათ, შემრიგებლური ადამიანური ქართველი პოლიტიკოსისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ტონი, რომელთაც ის უნდა ცდილობდეს აუდიტორის იმ ნაწილზე გასვლასაც, რომელიც მისი მოქალაქეა, რასაც წესით ყველა ხელისუფლება თვითონ უნდა აკეთებდეს. არათუ გასაგებია, მონატრებული ტონიც არის, ხო? იმიტომ რომ ძირითადად უკიდურესი დაპირისპირებების ფაზაში არის ქართული პოლიტიკა. მაგრამ ამის საშუალებასაც რაღაცა ფორმით უნდა იძლეოდეს გარემო და სიტუაცია. 8 თვეზე მეტი იყავით ციხეში. კი ბატონო. ახლაც პასპორტი ჩამორთმეული გაგვიდა სისხლის სამართლებრივი დევნից და თქვენ იმათ შორის ხართ, რომლებსაც საერთოდ 15 წლამდე. 15 წლამდე მოხდა. ხო. აი ასეთი მძიმე რეალობის, ანუ ციხის გამოვლის შემდეგ და პერსპექტივის გათვალისწინებითაც როგორ ფიქრობთ, არის ადგილი საქართველოში ამ ტიპის ესეთი კონსტრუქციული მანური გიორგი, რომ ჩვენ უნდა გავყოთ ერთმანეთისგან რეალობას მოწყვეტილი ქართული ოცნების ლიდერები და ქართული ოცნების მხარდამჭერები, რომლებიც ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან. სინამდვილეში ნახეთ რა ხდება, რას ცდილობს ქართული ოცნების ლიდერები. ისინი ცდილობენ სიძულვილის ენით და ტყუილით წაკიდონ ერთმანეთს, დახატონ მტრის ხატი ჩვენგან და ჩატეხონ ხიდი საზოგადოებაში სხვადასხვა ჯგუფებს შორის. ამიტომ მე ვასხვავებ ამას ერთმანეთისგან. ერთ მხარეს არის რამდენიმე ადამიანი, შეიძლება რამდენიმე ათეული ადამიანი, რომელიც დაინტერესებულია, რომ საზოგადოებაში მუდმივად იყოს დაპირისპირება, სიძულვილი, აი ეს რაღაც მტრული დამოკიდებულება, წაახალისოს ეს ყველაფერი და მეორე მხრივ არის საზოგადოება, რომელიც აი ამ სიძულვილის ნარატივში ვეღარ არკვევს, სად არის სიმართლე, ვის ენდოს ვის გაყვეს და მე მათ ვეუბნები, იმ ადამიანებს ვეუბნები. ჩვენ, აი მოდი, აი ჩამოთვალოთ. სინამდვილეში ხო გაცილებით მეტი გვაქვს ჩვენ საერთო საზოგადოებას, ვიდრე წარმოგვიდგენია. აი მარტივად ვთქვათ,
გვინდა ყველას რომ სამართლიანი გარემო იყოს ქვეყანაში, რომ აი ეს უსამართლობა არ ძვირვარებდეს ყველგან. უსამართლობა მარტო მე ხო არ მომაკითხა და ჩემს ოჯახს. არც იმ ადამიანებს მხოლოდ ვინც დღეს ციხეში არიან. უსამართლობამ დღეს მიაკითხა მაგალითად უნივერსიტეტებში დასაქმებულ პროფესორ მასწავლებლებს. უსამართლობამ მიაკითხა მაგალითად ბათუმში მცხოვრებ ადამიანებს, რომლებსაც ბულვარში უზარმაზარი კორპუსები აუშენეს. უსამართლობამ მიაკითხა მანქანების რეექსპორტით დაკავებულ ადამიანებს, რომლებსაც უცებ გამოუცხადეს, რომ ეხა მანქანების შემოყვანის შესაძლებლობა არ ექნება. უსამართლობამ მიაკითხა ყველას ახალგაზრდებს, რომლებიც მე ვფიქრობ, რომ დიახაც იმ კრიმინალური გარემოს მსხვერპლი არიან ის ახალგაზრდები, რომლებსაც ჩვენ უყურებთ ეხა ტელევიზიით, რამძიმე ვითარება აქვს ქვეყანაში. უსამართლობამ მიაკითხა იმ ასობით ათას ქართველს, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს, იმიტომ რომ შემოსავალი არ აქვს. და ჩვენ ყველამ ერთად, ერთიანი ძალით უნდა გავილაშქროთ ამ უსამართლობის წინააღმდეგ და უნდა ვთქვათ, რომ ვინ მოიტანა ეს უსამართლობა, დავარქვათ სახელი. ეს არის რამდენიმე ათეული ადამიანი, რომლის ინტერესშიც არის, რომ ჩვენ საერთო ენა ვერ ვიპოვოთ, რომ ვიღაცამ ჩემში მტერი დაინახოს, მიხვდით? და მე ყველას ვეუბნები, საზოგადოებას ვეუბნები, რომ არავითარი მტრობა კი არა, აი, ციხეში ვიჯექი, ხომ? არავითარი იოტის ოდენა შურის ძიების განცდა არ მაქვს. ერთადერთი რაც მინდა, რომ ყველა პატიმარი იყოს თავისუფალი. ყველა ადამიანმა ქვეყანაში იპოვოს სამართალი. რომ ყველასთვის სამართალი იყოს, სამართლიანობა იყოს ის გარემო, რომელსაც ის ენდობა. რა არის სამართლიანობა? ეს არის პროცესი, რომელიც შედგება კონკრეტული პროცედურებისგან და ამის მას ეძახიან პროცედურულ სამართლიანობას. ანუ მე შემიძლია ვიპოვოს სამართალი ქვეყანაში. კითხვას ვსვავ. ვის შეუძლია დღეს ქვეყანაში იპოვოს სამართალი, გიორგი? ბიზნეს შეუძლია იპოვოს სამართალი ქვეყანაში? თუ არ ვიცი, ნებისმიერ კიდე ერთხელ ვამბობ, ქართული ოცნების მხარდამჭერია თუ ჩვენი მხარდამჭერია, განსხვავება აღარ არის. ყველას მიაკითხა ამ უსამართლობა. ამიტომ ვამბობ, რომ შემრიგებლური ვართ ყველა საქართველოს მოქალაქესთან, გზავნილი ჩვენი არის. გვინდა თქვენთან ერთად თანხმობით ავაშენოთ ძლიერი ევროკავშირის წევრი საქართველო, ძლიერი ეკონომიკით, გამართული ინსტიტუციებით, იმ სამართლიანობისთვის აუცილებელი ინსტიტუციებით, რომელიც ქვეყანას დაამშვიდებს, გამოიყვანს აი მძიმე ქაოსიდან და ვითარებიდან. და შეურიგებლები ვიქნებით მათ მიმართ, ვინც აი როგორი როლი აქვს, იცით? წამქეზებლის როლი აქვს, მიხვდით? აი დღეს მაგალითად განცხადებები მოვისმინე ქართული ოცნების ლიდერების. ქვეყნის მართვაზე გაქვს პრეტენზია, ხო? ხო შეიძლება ერთი კარგი სიტყვა მაინც თქვა. როგორ შეიძლება შენს მოქალაქეებს უწოდებდე უსამშობლოებს, აკაცუკებს? ეს რა ტერმინებია საერთოდ? საიდან მოვიდა ეს? ვინ მოიფიქრა ეს ტერმინები? ეს ხო დამაპირისპირებელი ტერმინებია. ვიღაცას უბეჭდავენ ტვინში, რომ აქციაზე პატრიოტი ადამიანი რო დგას და თავს წირავს თავისი ქვეყნისთვის, ვითომ მას ვინმე ფულს უხდის. ვინ უხდის ფულს ხალხმა? და ვინმეს გონია ეხლა რომ ციხეში ადამიანი წავა ფულის გულისთვის? ეს რა სიგიჟეა? ეს რა აი უბრალოდ წარმოუდგენელი რეალობაა, მაგრამ ამაში ხო არ წმუნებენ საზოგადოებას. მე მათ მინდა უთხრა, რომ ეს არის ტყუილი და ქართული ოცნების ხელწერა, რეალურად რა არის ქართული ოცნება? ეს არის სიძულვილი, ეს არის ტყუილი და ქვეყნის იზოლაცია. ტყუილი ყოველ დღე, აბსოლუტურად. გიორგი, ამაში უზარმაზარი ინვესტიციები ჩაიდო, უზარმაზარი ფული ჩაიდო, უზარმაზარი ინფრასტრუქტურები, მათ შორის იმედი პოზიტივი, მთელი ეს პროპაგანდისტული ინფრასტრუქტურა ამისთვის იყო საჭირო, რომ საზოგადოების ჯგუფების მონიშნა მომხდარი იყო, მათთვის მტრისიარლიყების იმავე გამოსვლის დროს ყველაზე ხშირად განმეორებადი ტერმინი რა იყო დააკვირდით, მე დავთვალე კიდეც მაგალითად, ეს იყო უცხოეთის აგენტები. აგენტურა. ყობახიძე, ყოველ მეორე სიტყვაზე, იმიტომ რომ ეს ძალიან კაფეო ჩამოყალიბებული სტრატეგიის ნაწილი არის, ეს მესიჯი უნდა ხშირად გამეორდეს, ამ ადამიანების სრული დეჰუმანიზება უნდა მოხდეს, რომ ქართული ოცნების იმ ნაწილს, რომელსაც ადამიანობა ჩერჩენილი აქვს, რეაგირებს როგორც ნორმალური ქართველი და ადამიანი, როცა თავის თანამემამულეს რაღაც პრობლემები ექნება, თუნდაც რაღაცაში ცდებოდეს, მას არ უნდა გაუჩნდეს ემპათია. აი მაგალითად ელენე ხოშტარიას მიმართ არ უნდა გაუჩნდეს ემპათია. დღეს გამოვიდა ქადაგიშვილი,
პარლამენტში, ხო? არ მომისმენია სიმართლე გითხრათ. და არ ვიცი ეხლა გამახსენდა უბრალოდ და დღის განმავლობაში უსმინე ამ ადამიანს და რა ვიცი ალბათ უკვე ბაბუა ეს კაც წესით უნდა იყოს, მე ვარ ბაბუა და ის რო იყოს წესით უნდა იყოს და მე რა 4 შვილის დედა რო არისო, ელენე ხოშტარიაზე. ელენესაც თავი დაავანებოდ ხა პოლიტიკოსია თავისი არჩევანი გაკეთებული აქვს, მაგრამ რისთვის ზის ციხეში, ხო? ფლომასტერით ბანერზე წარწერისთვის რაღაცა 50 ლარიანი ჯარიმისთვის, რომელიც ადმინისტრაციულია ისედაც, ხო? და ასეთი ადამიანების მიმართ ის კი რომ ელენეს მიმართ სიმპათია ქონდეს, ემპათია ქონდეს. ესენი ადამიანებად არ უნდა ითვლებოდნენ. ეს არის მათი ამოცანა. ჩემი შეკითხვა არის ასეთი. რა არის დღეს ყველაზე სუსტი წერტილი თქვენი ხელისუფლებისთვის? ეს არის ეკონომიკა, იმიტომ რომ ამასაც ისაუბრეთ უკვე თქვენ. ეს არის საერთაშორისო იზოლაცია და ლეგიტიმაციის ნაკლებობა ქვეყნის გარედან, თუ ეს არის შიდა პოლიტიკური მხარდაჭერის ნაკლებობა. შეგვიძლია დავაპრიორიტოთ. კი ბატონო, პირველ რიგში მინდა ელენეს შევეხმიანო ამ ეთერიდან. ერთ-ერთი ბოლო ეთერი ქონდა, მგონი თქვენთან იყო, ფორმულაზე რო იყო ზუსტად მახსოვს და მაშინ საუბრობდა, რომ აი გიორგისთან საუბარი მომენატრაო რა და მეც ძალიან მომენატრა მასთან საუბარი და დარწმუნებული ვარო, ისიც სხვა ჩვენი თანამებრძოლები, სინდისის პატიმრები, პოლიტიკური პატიმრები, ყველა ძალიან მალე იქნება თავისუფალი. აი ხა ასევე სხვაებიც რა თქმა უნდა ძალიან როცა გადატანილი გაქვს პატიმრობა რა არის მე უკვე სხვაგვარად იაზრებ სიმართლე რო გითხრათ კიდევ უფრო სხვაგვარად ამ ყველაფერს და მინდა საზოგადოებას უთხრა რომ ეს ხალხი ვინც დღეს პატიმრობაში იმყოფება ეს საოცარ თავგანწირვას აჩვენებენ იმიტომ რომ არ არის მარტივი პატიმრობა და არავინ აღიქვას ესე რომ ხა ციხეში არიან მერე რა არა ესე არ არის და პატიმრობა ამ ადამიანების კიდევ უფრო მძიმეა მათი ოჯახებისთვის მე ვიცი მაგალითად ჩემმა ოჯახმა რა გამოიარა ჩემ პატიმრობის დროს მე ძალიან მყარად ვიყავი ფსიქოლოგიურად და რო გამოვედი მე კიდევ უფრო აღვიქვი ის ბევრი რა რაც ჩემმა მეუღლემ დედაჩემმა შვილებმა ჩემმა ძმამ რა ვიცი ყველამ გამოიარა მეგობრებმა და ასე შემდეგ და მე არც ერთი ადამიანი არ მემეტება პატიმრობისთვის პირდაპირ ვამბობ და მით უმეტეს ასეთი უსამართლო პატიმრობისთვის. ეხლა ცოტა გადავუხვებ და ერთ რამეს ვიტყვი რომ მეორე მხრივ აი პატიმრობა რაღაცნაირად ამ უსამართლობასთან ერთად მეც შევეცადე რომ გამომეყენებია დაფიქრებისთვის ხო და უნდა ვთქვა რომ ზუსტად ასე ვხედავ ზურა ჯაფარიძეს ნიკა მელიას რომლებიც ნიკა გვარამიას მელიას აქედან მოკითხვა რომლებიც გამოვიდნენ ახლა ხან პატიმრობიდან რომ გაგვიაზრებინა ჩვენი შეცდომებიც გაგვიაზრებინა შეუცდომელი არავინ არ არის მიხვდით და მე ვფიქრობ რომ სწორედ ის სიახლე რაც ჩვენ გვინდა შემოვიტანოთ ქართულ ყოველდღიურ ცხოვრებაში და რისკენაც ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად მოწოდებული და მინდა ვთქვა რომ სრული თანხwebdriver გვაქვს ამაში ალბათ განპირობებულია იმითაც რომ აი უსამართლობა ჩვენ თავზე იმდენად მძაფრად განვიცადეთ რომ ვიცით რამდენად მნიშვნელოვანია სამართლიანობის აღდგენა ამ ქვეყანაში და რამდენად მნიშვნელოვანია ეს თანხმობისკენ გაერთიანებისკენ სვლა კიდევ ერთხელ ხას უსვავს სრულიად საზოგადოების. ახლა რაც შეეხება თქვენს შეკითხვას. სუსტი წერტილი, ყველაზე უფრო სუსტი წერტილი რომელია? მე გეტყვით, ქართულ ოცნებას დღეს სუსტი წერტილი ის არა ძლიერი წერტილი აღარ აქვს დარჩენილი. მოდი ასე ვთქვათ, ხო? ხელისუფლებად წოდებული ჯგუფი, რომელიც დგას მხოლოდ და მხოლოდ სიძულვილზე ტყუილზე და იმაზე რომ აი ყოველ დღე რა შეატყუოს, რა მოიფიქროს მოსატყუებელი მოსახლეობისთვის, მე არ მგონია რომ ძალა ამაში. ერთადერთი მათ რაც შეერჩათ, ეს არის ასე ვიტყვი, ძალოვანი სტრუქტურები, რომლითაც ისინი ცდილობენ გააკონტროლონ ყველაფერი. მაგრამ გიორგი, მე არ ვიხედები ისინი სად არიან სუსტები ან სადუშვებენ შეცდომებს. ჩვენ თავარია აღარ დაუშვათ შეცდომები და შეცდომების არ დაშვებაში გულისხმობ რომ სიძულვილს რომელსაც ისინი აფრქვევენ ჩვენ სიძულვილით ვერ დავამარცხებთ სიძულვილს მხოლოდ სიკეთით დავამარცხებთ სიყვარულით დავამარცხებთ ხომ სიბნელე რომელიც მათგან მოდის აქედან სინათლით თუ დამარცხდება სხვა ვერაფრით ხომ აი ეს გახლეჩილობა რომელიც მათ მოაქვთ ჩვენი ერთიანობისკენ მოწოდებით უნდა დავამარცხოთ ეს არის ერთ-ერთი ჩვენ უნდა შევეცადოთ რომ სისტემურად შევცვალოთ და მე ამას გავაკეთებ და აი ამის პირობას ვდებ აბსოლუტურად საზოგადოების წინაშე რომ შევცვალოთ ჩვენი დამოკიდებულებები ძალიან ბევრი ადამიანის პიროვნების თუ სხვადასხვა ჯგუფებთან მიმართებაში რომ ხელი გავუწოდოთ დღეს ქართული ოცნების
მხარდაჭერის ასე ვიტყოდი მიტოვება უნდა ძალიან ბევრს, მაგრამ ჩვენ იმ ხალხს კარი უნდა გავუხსნათ. არა ის რომ წამოვაძახოთ, რომ აი შენ ადრე მხარს უჭერდი, არა. ის რომ ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს, ერთი ქვეყანა გვაქვს, ასე ცხოვრების გაგრძელება შეუძლებელია. შეუძლებელია ასე ცხოვრების გაგრძელება. იმიტომ რომ თუნდაც თქვენ რაც ახსენეთ, გეოპოლიტიკა, სად არის საქართველო? სოფლიო რუკიდან გამქრალია საქართველო. გიორგი, ვინ წარმოიდგენდა რამდენიმე წლის წინ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჩამოფრინდებოდა რეგიონში, ჩავიდოდა სომხეთში, ჩავიდოდა აზერბაიჯანში და საქართველოს მხოლოდ თავზე გადაუფრენდა და ერთ სიტყვასაც არ ეტყოდა საქართველოს. გეკითხებით, ეს კარგია? რამდენიმე დღეში ყველა ევროპული ლიდერი ჩადის ერევანში. მანამდე შედგება ოფიციალური ვიზიტი საფრანგეთის პრეზიდენტს. მე არ მჯერა, რომ ვინმეს მოსწონს ეს. მე არ მჯერა, რომ ჩვენ თავარი სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, თავარი სტრატეგიული პარტნიორი ევროკავშირის და ევროკავშირის პოტენციური წევრი, მოდით ასე ვთქვათ, ასე იზოლირებული ვიქნებოდით. თითქოს არ ვარსებობთ. მიხვდით, აი როგორ არის, იცით? აი ხშირად მესმის სხვათა შორის უნდა ვთქვა ეს პრაგმატული პოლიტიკა. კითხავს ვარ, რა არის პრაგმატულობა? ამერიკასთან ტრობაა პრაგმატულობა? ევროკავშირთან ტრობა, პრაგმატულობა, გერმანიასთან და ბრიტანეთთან ტრობა, გერმანიის ელჩთან, ბრიტანეთის ელჩს როგორც ექცევიან, როგორი დამოკიდე, ეს არის პრაგმატულობა? ეს რანაირი პრაგმატულობა? ის ვინც შენ უნდა გეიმედებოდეს ძლიერი სახელმწიფოები და მოდი ვთქვათ, დღევანდელი ამერიკა, ეს არის ძლევამოსილი ძლიერი ამერიკა, რომლის გვერდში დგომა უნდა ყველას. და ჩვენ მაშინ როცა თავარი პარტნიორი სტრატეგიული ვიყავით ამ რეგიონში, ახლა დავკარგეთ ეს შანსი, ახლა და გვაქვს დაკარგული ეს შესაძლებლობა და ეს უნდა შემოვატრიალოთ. მე ამისთვის ვიბრძვი. მე მინდა რომ ჩემი შვილები გაიზარდონ ძლიერ საქართველოში, რომელსაც ყავს ძლიერი მეგობრები. ჩვენ აი უბრალოდ სამეგობრო რო ყავს, სამეგობრო წრე რო ყავს. ჩვენ ხო გვიამაყება ჩვენი ძლიერი მეგობრები. ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ზუსტად ასეა სახელმწიფოებიც. ფასდები იმით როგორი მეგობარი ყავს და თუ გეოპოლიტიკას გავაგზავნებთ, გიორგი, თანამედროვე სამყარო იმდენად აჩქარდა. იმდენად სწრაფად მარტო გეოპოლიტიკა არა, ეკონომიკა, ახალი ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი, რომ აქ ნახეთ არსებობს ორი გზა. ან ხარ განვითარებული ქვეყნების ოჯახში, კლუბში, ან ხარ, მიტოვებული, წარუმატებელი, ყველასგან დავიწყებული ქვეყანა და საგვინდა ჩვენ მათი გზა, ბოდიში, აი მათი გზა, აი ამ ასე ვიტყვი, სიძულვილის მფრქვეველთა გზა. ეს გზა არის გზა აი იზოლაციისკენ, დაჩაგრულობისკენ, მიტოვებისკენ და ჩვენი გზა არის გზა ევროკავშირისკენ, ძლიერი საქართველოსკენ, ძლიერ მეგობრებთან ერთად, ძლიერ ამერიკასთან, ძლიერ ევროპასთან. როგორ ხალხო, უფრო მეტ, აი ნახეთ, ბელორუსს ადარებენ ხოლმე. მე ერთხელ მაინც გამახსენეთ, ოდესმე თუ ყოფილა ბელორუსის ლიდერები ასეთი ენით ესაუბრებოდნენ დიპლომატებს, რომლებიც წარმოდგენილი არიან, მიუხედავად მათი დამოკიდებულობისა. ბრავლოვიჩი ცოტა გაზვიადებული ნათქვა, მაგრამ ლუკაშენკო რო უნდა ესაუბრებოდეს გიორგი, რადგან საერთაშორისო კონტექსტზე შევჩერდით, დღეს ქართულმა ოცნებამ თავის განცხადებაში, ოფიციალურ განცხადებაში, არა რაღაც დერეფანში მიცემულ ინტერვიუში, ამერიკის შეერთებულ შტატებს პირობა წაუყენა კიდევ ერთხელ, რომ deep states რო დაამარცხებთ, ვერე გამოგვიარეთ. ოღონდ ამ deep state-ის დამარცხებასთან დაკავშირებით ჩვენმა კორესპონდენტმა სალომე ლაბაზამ, რომელმაც რამდენიმე შეკითხვა დაუსვა კობახიძეს, სხვა შორის ეგეც ძალიან საინტერესოა ხოლმე. პირველივე პასუხი მისი არის ხოლმე, რომ თქვენ რო ამაშვებოდით და ასე შემდეგ და კობახიძემ მინდა იცოდეს, რომ სალომე შეიძლება ძალიან სერიოზულ თემებზე მუშაობს ძალიან კარგად და პროფესიონალურად, მაგრამ იმ დროს როცა ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ, სალომე ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობდა. ან სკოლას ამთავრებდა სალომე. იმის შემდეგ ესენი არიან ხელისუფლებაში, ბიძინაა ხელისუფლებაში და ბიძინა ეუბნება ტრამპს ამ განცხადებით, რომ deep state-ს რო დაამარცხებ, მერე გამოგვიარე, ოღონდ სალომე რო ეკითხება, რომ როგორ უნდა გავიგოთ, როგორ მიხვდეთ, რომ deep state-ი დაამარცხა ტრამპმა. პასუხი არის ესეთი, რომ აი საქართველოსთან მიმართებაში პოზიცია რადიკალურად რო შეიცვლება დასავლეთის, ეს იქნება გამოხატულება იმის, რომ ტრამპმა დაამარცხა deep state-ი.
რა სტრატეგიის ნაწილი არის ეს? საერთოდ რა მოვლენასთან გვაქვს საქმე თუ შეგიძლიათ ახსნათ, იმიტომ რომ თუ ჩვენ არ ვსვავთ დიაგნოზს ამ სიტყვის პირდაპირ და გადატანითი მნიშვნელობითაც, როგორც პოლიტიკურ, ასევე ფსიქიკურ მდგომარეობაზე ძალიან რთული ხდება არა მარტო ოპოზიციის სტრატეგიის დაგეგმვა, არამედ ზოგადად აი ამ ორიენტირების გარემოში მობილიზება საკუთარი რესურსებით. ამ ყველაფერს ჩვენ უნდა დავარქვათ სიცრუის და ტყუილის სტრატეგია. ქართული ოცნება სიძულვილთან ერთად, რაც ვთქვით, მეორე მთავარი ხაზი აქვს სიცრუე და ტყუილი. როგორ მოიგონოს ტყუილი იმისთვის, რომ ქართული საზოგადოება მოატყუოს. ეხლა მათ რო არავინ უსმენს საერთაშორისო ასპარეზზე, ეს ყოველთვის დღესავით ნათელია, ხო? ტყუილი. აი, დღე და ღამ, სხედან და როგორც გეოპოლიტიკაში, საერთაშორისო ურთიერთობებში, ასევე ქვეყნის შიგნით ტყუილების მოფიქრებით არიან დაკავებული. აი, როგორ შეატყუონ ადამიანებს ახალი აბსურდი იმისთვის, რომ გაამართლონ ის ძალადობრივი სისტემა, რომელიც დღეს ქვეყანაში არის. მეტი აქ არაფერი არ არის. აი თუ ჩვენ აი ამ სამ ცნებას, აი სამ სიტყვას დავიმახსოვრებთ ქართულ ოცნებასთან მიმართებაში. სიძულვილი, ტყუილი და ნგრევა. ყველა მათი ქმედება აი ამ სამი სიტყვით განისაზღვრება. სიძულვილზე ვისაუბრეთ და აი წამქეზებლები არიან დაპირისპირების კატასტროფული, რა ლექსიკით საუბრობენ. ტყუილი მარტო deep state-ი კი არა. ქვეყნის შიგნით ნახეთ, აი ხა რაღაც დიდი პროექტები რო აქვს დაწყებული. ფასების, მაგალითად, აი მაგალითს გეტყვით, აი გადავიდეთ უცებ სხვა თემაზე. ყველაფერი ტყუილით განისაზღვრება. ფასების კლების კამპანია. სად დაიკლო ფასები? და ან ვის ატყუებენ? ფასები დღეს საქართველოში რო არის მაღალი, ეს კორუფციულ კლანური სისტემის დამსახურებაა და არა იმ რაღაცა ცრუ საქმის, ეხლა რო აქვს წარმოწებული შეხვედრებს რო აკეთებენ სხვადასხვა ბიზნეს სექტორში. ან კი ფასების დაკლება თუ უნდა ხელისუფლებას, რაც თავის ხელშია, იმას დააკლოს ფასები. ჯარიმა არ აწევს ადამიანებს უმძიმესად? კატასტროფული ჯარიმებია ქვეყანაში. კატასტროფული ჯარიმა. არ ვამბობ მარტო ჩვენ 5,000 ლარიან ჯარიმებზე, ჩვენ რო გვიწერენ პროტესტების დროს, რომ ხალხს ანგარიშები არ აქვს და უკვე ასობით ათასი აქვს ზოგიერთს, ასე ვთქვათ, ჯარიმა მიღებული. მარტო ამაზე არ ვამბობ. ბიზნეს ჯარიმებს უწერენ, მცირე მეწამეს ჯარი და ყოველ დღეს რდიან ზრე. მანქანის პარკირებებით გაგრძელებული. გიორგი, 9 მილიარდი ლარი ამ გაჭირვებულ ქვეყანაში. მარტო ჯარიმების სახით ამოიღეს. ეს მარტო ერთ მაგალითს გეუბნებით. გამოდი თუ გინდა რა მართლა რომ შეუმცირო დანახარჯი შენს მოსახლეობას, თქვი რომ ვანახევრებ ჯარიმებს. ეს ხო შენ ხელშია, რა თუნდა ამას ის ტყუილი რაც მოიგონეს ეხა რომ რაღაცა ეს გამოვიდნენ და ესე ჯერ ერთი ქალაქი, ერთი უნივერსიტეტი და მე თქვეს რომ ერთი უბანი, ერთი მაღაზიაო. რაღაც ავი შოქში ვარ, პირდაპირ გეუბნები, საიდან მოდის ეს ყველაფერი? კონკურენცია უნდა შეიზღუდოს იმისთვის, რომ ფასი ნაკლები იყოს დახლზე. ხო და ეს ხო სისულელე, ეს ხო ტყუილია. ეს არც მოხდება. მაგრამ რატო ხდება ეს ტყუილი? გადააგორონ თემა და ასე შემდეგ. ახლა მეორე მიმართულებას გეტყვით. იგივე მაგალითად მომსახურების სერვისების სექტორი, სახელმწიფო სერვისების სექტორი. რამდენი ადამიანი იღებს პირადობის მოწმობას და პასპორტს? რო გააძვირეს პასპორტის აღება მაგალითად, რით დაასაბუთეს, რატო გააძვირეს? რატო გააძვირეს? თითქმის გააორმაგეს ფასები ყველა მომსახურების. რატო გეკითხებით? მე ზუსტად ვიცნობ ამ სისტემას. არაფერი არ მომხდარა. ტექნოლოგიები ზოგადად იაფდება. ინოვაციები რო შეეტანათ. ტექნოლოგიები იაფდება ზოგადად. და რატო გაძვირდა? პასპორტი რატო გაძვირდა? პირადობა რატო გაძვირდა? დაჩქარებულზე რომ მას რაღაც 350 ლარი დაადეს და დაჩქარებულს როდის იღებს პასპორტს ადამიანი, როცა გადაუდებელი აუცილებლობა აქვს. როცა მაგალითად სამკურნალოდ უნდა წასვლა და თუ ფასის დაკლება გინდა, იქ დააკელი რაც შენია. მიხვდით, ახლა გავაგრძელებ უკაცრავად რეგულატორიკა სადაც არის შემოსული. რატო გვაქვს რეგიონში ყველაზე ძვირი ინტერნეტი საქართველოში? კომერციულ კომპანიას ინტერნეტის ფასში საქართველოში უწევს ფართის ქირაზე მეტი გადაიხადოს ხანდახან. ეს ხო შეუძლებელია. სომხეთი ინტერნეტს იღებს საქართველოს გავლით. სომხეთში უფრო იაფია ინტერნეტი ვიდრე საქართველოში. აი ნახოთ კომერციულ კომპანიებში. მე ამაზე ჯერ კიდევ პარლამენტში მქონდა საუბარი. და დღეს რო გამოდიან და ფასები ძვირიაო, თვითონ არისხდნენ ეს ადამიანები ჩვენთან ერთად პარლამენტში, რომლებიც გვიმტკიცებდნენ, რომ არა რასამ თქვენ ტყუითო. არ არის ეგრეო. ლევან ხაბეიშვილი თურქეთში რო გადადიოდა და ეხა ციხეში რო ყავთ გადმოკეტილი, გადმოხონდა იქედან და ამბობდა რომ ხალხნო, ეს ვიყიდე, აგერ საზღვრისიქ, მარტო წამალი არა, პროდუქტი.
და აქეთ არის ძვირი, ეგენი ხო გვიმტკიცებდნენ, მაშინ ხო გვატყუებდნენ. ამიტომ საზოგადოებას ვეუბნები, ფასებზე გვატყუებდნენ და აღიარეს, მაგრამ ისევ ტყუილით უნდათ გადააგორონ ეს თემა. კორუფციაზე გვატყუებდნენ, რომ არ არის სუფთა პატიოსანი ხალხი ვართო, აღიარეს კორუფცია და ახლა ისევ ტყუილით, ოღონდ ნახეთ, კორუფციას კი არ ებრძვიან, რეალურად ამ ფინანსური ნაკადების ახალი კლანის ხელში გადასვლასთან გვაქვს საქმე, ჩვენ ხო ყველას გვესმის, ისევ ტყუილით უნდათ გადააგორონ ეს საქმე. საერთაშორისო ასპარეზზე ევროკავშირში ჩვენ ყველაზე წამყვანი და ყველაზე მაგარი ქვეყანა ვიქნებითო, სრულ იზოლაციაში ვართ მოქცეული, აქაც გვატყუებდნენ. ამიტომ მათი ხელწერა არის ტყუილი. როდესაც ისინი გამოდიან და რამეს ამბობენ, უნდა დავსვათ კითხვა, რისთვის ჭირდებათ ეს სიძულვილის ახალისებისთვის თუ ხალხის მოსატყუებლად. და მესამე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაც მათი ხელწერა არის, ეს არის გრევა. გიორგი, გუშინ თუ გუშინ წინ ინტერნეტში შემთხვევით ნახე ვიდეო, რა. და თავიდან მეგონა რომ შეიძლება ხო იცით ხელოვნური ინტელექტით არის მეთქი გენერირებული ეს ვიდეო. მე გადავრთე რუსთავიორზე 6 საათიან გამოშვებაში და ვრცელი სიუჟეტია და რაზეა ვრცელი სიუჟეტი. ბათუმის ბულვარში უზარმაზარი ტრაქტორი მიმდგარი არის და მცირე ზომის ძალიან კოხთა ქორწინების სახლს ანგრევს. აი დემონტაჟს კი არ აკეთებს, აი კაი თქვა გადაწყვიტე დემონტაჟი. დემონტაჟი კი არა. მიმდგარი არის და აი კომშით ანგრევს ამ ყველაფერს რა. უცებ ადამიანს იმდენად ის გაგიჩნდება, კაცო, და იქ იწერება ბევრი ადამიანი კომენტარში, ძვირფასი შუშა, ძვირფასი დეტალებია, რა არის ასე ვერაგულად რო არ დაანგრიო ეს ყველაფერი. დეკონსტრუქცია ხო, მოახდინე დეკონსტრუქცია და გადაეცე ხა მე შეიძლება განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს, იმიტომ რომ ქორწინების სახლი ჩვენ გავხსენით იმ იმაში. მაგრამ ნახეთ არგუმენტი რა არის, ვიზუალს ხელს უშლისო და იქედან რამდენიმე მეტრში უზარმაზარი კორპუსი ჩადგეს, მთელი ბათუმი გარეთ იდგა. მთელი ბათუმი ამბობდა რომ ნუ დაგვიმახინჯებთ, ერთი ბულვარი გვაქვს, კოხთა, ლამაზი, ხელშეუხებელი და მშენებლობის უფლების გარეშე დაადგეს სართულები. თქვენ მაგის პარალელურად არ ნახევთ ბათუმელი ჟურნალისტი კამერით დაძდევდა ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით, აი ამ გრევის დროს იქ მყოფ მაღალჩინოსანს, თუ არ ვშთები. არ მინახავს. კი, ეს ცალკე იყო და იკითხებოდა რომ გავიგეთ რომ ამას ანგრევთ, მაგრამ მართლა რას დასანგრევია აქ თავზე წამოყუდებული ამ ყველა კორპუსი. იმასთან დაკავშირებით ვიზუალი პასუხი რა თქმა უნდა არავის არ აი ქონდა. ასეთი ტყუილი ვიზუალი გვაწუხებსო და ანგრევენ პატარა კოხთა, ან ისე ჩამჯდარი იყო, სხვა შორის ადგილობრივი არქიტექტურების, როგორც ვიცი, გაკეთებული ძალიან კოხთა ის იყო. მე მომწონს, შეიძლება გემოვნებაზე დაობდეთ ეხა ვის მოსწონს და ვის არ მოსწონს, მაგრამ ნამდვილად კორპუსი არ იდგა იმ ადგილზე რა. და მე სამწუხაროდ იმას ვფიქრობ, რომ ბოლოს შეიძლება ისე დამთავრდეს, რომ ამ პატარა კოხთა ქორწინების სახლის ადგილზე კიდე ერთი დიდი მრავალსართულიანი კორპუსი წამოიჭიმოს შუა ბათუმში. როგორც ბევრჯერ გაუკეთებიათ. და ეს ხო ტყუილია, ეს ხო გრევა, მაგრამ ახლა გავაგრძელოთ, გრევა მარტოვან კი არ არის. დემოკრატიას ანგრევენ, ევროპასთან ურთიერთობას ანგრევენ, დაანგრიეს ხო ბოლომდე რა. ნებისმიერი მიმართულება, სადაც არ უნდა შევეხოთ ანგრევენ, საუნივერსიტეტო განათლებას ანგრევენ, გიორგი. აი მოდი, მე ესე უწოდები რაც ეს არის პირდაპირ, აი როგორც კომში მიადგა ეხლა უზარმაზარი ტრაქტორი და ანგრევდა იმ მცირე ზომის ქორწინების სახლს, სწორედ ასე მიმდგარი არიან საგანმანათლებლო სისტემასთან და ანგრევენ. საიდან მოიტანეს ერთი ქალაქი, რა ერთი ქალაქი, ერთი უნივერსიტეტი, ტექნოლოგიურ სამყაროში, ცოდნის ეკონომიკას რომ უნდა ვაშენებდეთ, საიდან მოიტანეს ეს ინიციატივა, რა ინიციატივაა საერთოდ? მერე მთელი ქვეყანა უნდა გავაერთიანეთო ტექნიკური უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ციხეში ვზივარ ამ დროს და იქედან ვუყურებ, შოკში ვარ. ორივე მაქვს დამთავრებული. თსეუში იურიდიული მაქვს დამთავრებული და ტექნიკურ უნივერსიტეტში სახელმწიფო მართვა ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტის. თუ ფიქრობ, აი რა უნდა, აი რატო უნდა მოიფიქრო ასეთი რამ? რეალურად ეს ორი უმაღლესი ილიას უნივერსიტეტთან ერთად იყო ის ფუნდამენტი, საიდანაც წამოვიდა ახალი თაობის საგანმანათლებლო სისტემა. შეიძლება არ მოგწონს და უკეთესი გვინდა, რა თქმა უნდა, მინდა ყოველდღე რომ უკეთესი იყოს, მაგრამ განვითარება მიეც, მეტი თავისუფლება მიეცი, მოხსენი. აი, რო შევადაროთ ეხლა მეტი ფინანსები მიეცი, მიზერული თანხები მიდის განათლებას. გამოვიდნენ და არ შემეძლია არ ვთქვა რა. ახლა შევთანხმდით რომ აღარ ვაერთიანებთო, მაგრამ ტექნიკურ უნივერსიტეტს ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტი გაუქმდებაო. მე მაქვს დამთავრებული.
98 წელს ჩავაბარე სახელმწიფო მართვაზე. მან ვისწავლე პროექტის მართვაც, მან ვისწავლე პოლისი ანალიზიც, მან ვისწავლე სტრატეგიული დაგეგმვაც და არავინ არ თქვას რომ ეხა ტექნიკურ უნივერსიტეტში განათლება და ცოდნა არ იყო ნორმალური. ისეთი პროექტის მართვა ვისწავლე, რომ უცხოეთშიც გამომადგა. და მაშინ ეგ საგნები, სხვათა შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არ ისწავლებოდა. არ ისწავლებოდა, იქ იურიდიულზე ვსწავლობდი მე და ის საგნები რაც იქ იყო არ ისწავლებოდა. რამდენი პროფესორის და რამდენი აკადემიკოსის და რამდენი პატიოსანი ადამიანის შრომაა ჩადებული იმაში, რომ შექმნილიყო ეს სისტემები და ინსტიტუციები და რატო ანგრევენ და ბოლოს რა იქნება თქვენ ნახავთ. მე-6 კორპუსში არის ძირითადად განსავსებული და მე-9 კორპუსში ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტები. როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი? იცით, იმ შენობას ვინმე იყიდის, იმ ადგილზე კიდევ უფრო დიდ კორპუსს ააშენებს. ვიხდით და ეს იქნება განათლების რეფორმა. ეს არ არის განათლების რეფორმა. ან ილიაუნის რასაც უშვებიან. და სირცხვილი არ არის ხალხო. მაშინ თუ სადმე რეიტინგებში წარმოდგენილი არის ქართული უნივერსიტეტები, ილიას უნივერსიტეტი არის გამონაკლისი. რაღაცნაირი ესეთი ძალიან საღი თავისუფალი სივრცე შეიქმნა განათლების მიღებისთვის. და მიდიხარ ეუბნები რომ გაუქმებო ფაქტობრივად, იმიტომ რომ მარტო პედაგოგიკა უნდა დაგიტოვო. ამდენი 96% აუქმებს პროგრამებს. ანუ ამდენი დრო ჩადებული. ფაქტობრივად აუქმებს ქვია. გიორგი, და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ამ უნივერსიტეტში არის უნიკალური პროგრამები, რომლებიც არის თანამშრომლობითი პროგრამები საერთაშორისო მძლავრ ცოდნის ცენტრებთან. და ამას ერთი ხელის მოსმით აუქმებ. რატო? ეს ნგრევა არ არის? ეს ნგრევა და ამდენ რამეს რო ანგრევ, ამდენ რამეს რო აუბედურებ. მე კითხვას ვარ, რა აშენეს, რა მოიტანეს, რა გააკეთეს ქვეყანაში? რა გააკეთა ქართულმა ოცნებამ ამდენი წლის მმართველობის მანძილზე? სამი რამ მოიტანა ქვეყანაში: კორუფცია, კრიმინალი და იზოლაცია გარე სამყაროსგან. ოღონდ კორუფციას და კრიმინალს თვითონ აღიარებენ, ხო? მე ხო აღარ ვამბობ, ჩვენ რო ვამბობდით, გვეუბნებოდნენ ტყუითო, თვითონ აღიარებენ. კრიმინალი, შეკვეთილი მკვლელობები. უბედურება რაც ხდება ტრიალებს. სამი შვილი მეზდება, 2 ბიჭი, 1 ქალიშვილი, დარწმუნებული ვარ, ყველა ეს ძალიან ნერვიულობ. აი, იქედანაც რომ უყურებდით ციხიდან აი კრიმინალური სიტუაციას, კრიმინოგენულ სიტუაციას, ამ გარჩევებს, კლანებს, ციხიდან რომ უყურებდით, აი სასამართლოსთან კადრები რომ ნახე, ეს დაჯგუფებებს შორის გარჩევა, დაპირისპირება შემეშინდა და მე მგონი ყველა მშობელს შეეშინდება რა, რომ არ მინდა ასეთ გარემოში ჩემი შვილი იზრდებოდეს. მე არ მინდა რომ უცებ ხა ბავშვია, ხო, მოხდეს რაღაცა ისეთ გარემოში, რომ და აი აქაც ნახეთ რა სომბო. იმიტომ რომ ჩვენ გავიზარდეთ ისეთ გარემოში, თუმცა ყველას გვიწევდა გარკვეული ხარკის გადახდა ასეთი ტიპის კრიმინალური გარემოსთვის და მე გავიზარდე მაგრამ მნიშვნელობა არა ქართული ოცნების მხარდამჭერია, სხვა ეს ყველა სახსნა ერთიანი ვარ დაბადებით. ჩემი სკოლის პერიოდი, ჩემი უნივერსიტეტის პერიოდი ეს იყო ზუსტად კრიმინალური გარჩევები, კატასტროფა რაც ხდებოდა და ხანდახან მეგობრები რო შეხედავთ ხოლმე, კითხვას ვსვავთ, აი როგორ გადაურჩით იმ რეალობას და ბევრი ვერ გადაურჩა. ბევრი სამწუხაროდ ფიზიკურად შეეწირა ამ პერიოდს, ხო? ზოგი მოკლეს, ზოგი ნარკომანი, ზოგი, რა ვიცი, უამრავი უბედურება რაც მოიტანა, ფაქტობრივად თაობა დაუკარგეთ. და ახლა ჩვენს თვალწინ ეს ყველაფერი ხდება. ეს ვინ მოიტანა? მათ არ მოიტანეს? ვინ არის შეკრული იმ სამყაროსთან, რომლებიც აგერ შეკვეთილ მკვლელობებს ახორციელებენ? გამაში რა ქვია, დღისით, ბზისით. ვინ არის, ვისი მეგობრები არიან, ვინ იყო მათთან ახლოს, ვინ ალაგებდა სხვადასხვა თემებს? და მე აი აქაც იგივე კითხვას ვსვავ. ნუ თუ მე არ მჯერა გიორგი და დამეთანხმებით, რომ აი ამ საკითხებში, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ, განსხვავება გვაქვს ქართული ოცნების მხარდამჭერებთან. მათაც ყავთ შვილები. მათაც უნდათ რომ მათი შვილები ნორმალურ გარემოში ცხოვრობდნენ. მე არ მჯერა რომ ვინმეს უნდა რომ აი ამ კრიმინალური სიტუაციის მსხვერპლი იყოს ვინმეს შვილი. მარტო თავისი კი არა, სხვას არ უსურვებს რომ მისი შვილი გახდეს ამ გარემოების მსხვერპლი. ხო სწორია რა? და საერთოდ ბევრი გვაქვს. არც მათ უნდათ, მოიცა უკაცრავად, რამდენი ქართული ოცნების მხარდამჭერი შეიძლება მუშაობდა იმ უმაღლეს სასწავლებლებში, იმ პროფესორებს შორის არის, რომლებიც დღეს სამსახურს კარგავენ და მე მათაც ვეუბნები რომ უსამართლოა ეს. თქვენს რომ მოგაკითხათ ამ უსამართლობამ, ეს უსამართლოა. ამიტომ მე მინდა რომ ხმა ამოვიღო თქვენ უსამართლობასთან დაკავშირებით და სამართლიანობის აღდგენისთვის ვიბრძოლო. რომ თქვენ სამსახური არ დაკარგოთ, რომ თქვენი შვილები იზრდებოდნენ ნორმალურ გარემოში, რომ ქართული პასპორტი იყოს ევროკავშირის ყველაზე დაცული პასპორტი. რომ ასე ვავითარებდეთ, რომ არ გქონდეს სიძულვილის ენა, მართლა აი ალბათ ციხემაც იმოქმედა, ჩემ ტელევიზორს რო უყურებთ, ეს რაღაცა სიძულვილის ფრქვევა რომ მოდის, ხო? აუტანელია
მიხვდით, აი მოსმენაც კი აუტანელია. მიხვდით, აი ამისი და დარწმუნებული ვარ, ქუჩაშიც რომ გავიდეთ, ყველა დაძაბული, ყველა დასტრესილი და როგორ არ იქნები დასტრესილი, ხელისუფლებას უწოდებს ადამიანი თავის თავს და სტრესს გიმატებს. იმიტომ რომ ეს არის მართვის მეთოდი. მუდმივად ისტერიულ მდგომარეობაში რომ შენ გიჭირდეს ფოკუსირება შენთვის მნიშვნელოვან თემებზე. გამოვიდეთ და აი რო გამოვიდეთ. ბევრი ადამიანი უყურებს თქვენს ამ პირდაპირ ეთერს და კეთილგანწყობა დიდია, ამავე დროს არის ესეთი ფრთხილი კრიტიკა იმ თვალსაზრისით, რომ ამ კრიტიკა კარგია. ხო, რა გაგებით, რომ პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკური ლიდერების მიმართ, რა თქმა უნდა, ხედვასთან ერთად, ამ ხედვის რეალიზების მოთხოვნა სრულიად ბუნებრივი მოლოდინი არის საზოგადოების. საზოგადოების რაღაცა ნაწილი ფიქრობს, რომ ამოწურულია ყველა დემოკრატიული მეთოდი, თუ კი არჩევნები გაუქმებულია, თუ კი ინსტიტუტები მიტაცებულია იმდაგვარად, რომ აზრს უკარგავს არჩევნების მეშვეობით ხელისუფლების ცვლილებას. თუ კი ივანიშვილმა უბრალოდ გამოაცხადა, რომ მისთვის საერთაშორისო სამართლებრივი დემოკრატიული წესრიგი არაფერს ნიშნავს, დიდი ბრიტანეთისგან აღარც დიდი დარჩა და აღარც ბრიტანეთი და ეს რიტორიკა გრძელდება ევროკავშირთან მიმართებაში, ტრამპს აქვს ჯერ დაუტოვეს რაღაცა პატარა შესაძლებლობა, რომ გამოსწორდეს და თავი მოაწონოს ივანიშვილს და ქართულ უცნებას deep state-ს თუ დაანახა, დემოკრატიული გარემო მათთვის აღარ წარმოადგენს ანგარიშგასაწევ ან რაიმე ტიპის ორიენტირს. ამის ალტერნატივა მსოფლიოში არის ავტორიტარული აღმოსავლეთი, გლობალური სამხრეთი, ასე დავარქვათ, რომელიც სულ უფრო მეტად სუსტება, თუმცა ამასაც ანგარიშს ეგენი როგორც ჩანს არ უწევენ, იმიტომ რომ აგერ ახლა ირანისთან მიმართებაში რო ამბები განვითარდება, ეს თუ ვინმეს დაასუსტებს როგორც გლობალურ მოთამაშეს, ეს ისევ რუსეთი იქნება. ანუ გარშემო ეს ამბები რატო ხდება, იქნება ვენესუელა იქნება, ირანი იქნება, სირია იქნება თუ ასე შემდეგ. რომ პუტინმა დაუშვა სტრატეგიული შეცდომა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის გაჩაღებით, დასავლეთი დღეს ამაზე კაპიტალიზდება, მათ შორის უპირველეს ყოვლისა შეერთებული შტატები. ამას გლობალურ შეთქმულებას დაარქმევს ბიძინა ივანიშვილი და მისი პროპაგანდისტები, თუ რაც უნდა დაარქვან, ფაქტია, რომ ეს ეგრეთ წოდებული გლობალური სამხრეთი უბრალოდ სუსტდება. ანუ ღირებულებები თუ არ არსებობს მათთვის და არსებობს მარტო ძალის პრიორიტეტი, დღეს ძალა არის დასავლეთის ხელში და ეს ძალა იზრდება. მაგრამ ქვეყნის შიგნით ძალის დემონსტრირების პრობლემა არის ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მხრიდან. რატომ? იმიტომ რომ უზურპატორი ხელისუფლების მიერ მიტაცებული ინსტიტუტების მეშვეობით ხდება ძალადობა უმრავლესობას. როგორ უნდა გაირღვეს ეს წრე? რითმა შეიცვალოს? ჩვენ გვჭირდება საყოველთაო მობილიზაცია. პირდაპირ გეტყვით, ასე ვიტყვი და მობილიზაციაში რაც გულისხმობ. აი, მართლაც თანხმობის მიღწევა ერთმანეთში. მე ვფიქრობ, ერთ-ერთ შეცდომად ასევე ავიღებ ჩემ თავზეც, იყო რომ აგრესიულ რიტორიკაზე აგრესიით პასუხი. და სიმართლე გითხრათ, ბევრი ჩემი რაღაც პერიოდში, ასე ვთქვათ, რაღაცა ემოციური საუბარი, პასუხი იქეთ ამ ხარესთან, ხო? მეც იგივე ჭრილში მაყენებდა რაღაც კუთხით. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ თანხმობა, რომელსაც მოაქვს საყოველთაო მობილიზაცია, ნდობის ხიდის მშენებლობა. ახლა ყველა მკითხავს, რომ როგორ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენ პოლიტიკოსებმა უნდა ვაჩვენოთ მაგალითი ამ ყველაფრის საზოგადოებას. და ამ პასუხისგებლობას მე არ გაურბივარ და არც სხვა გაურბის, ხო? არავინ. მე იმედი მაქვს, რომ ახლო მომავალში გვექნება კარგი ინფორმაციები საზოგადოებისთვის ამ პირველ საკითხთან დაკავშირებით, რომ თანხმობა პოლიტიკოსებს შორის ისეთი, რომელიც იქნება კარგი ფუნდამენტი, რაზეც ჩვენ ავაშენებთ იმ ახალ, ასე ვიტყოდი, საერთო ეროვნულ თანხმობის პროცესს, რომელიც ჩვენ ძალიან გვჭირდება. მეორე რაც ჩვენ გვჭირდება, ჩვენც უნდა შევიცვალოთ. მიხვდით, რაღაცნაირი ტრანსფორმაცია გვინდა, ხელი უნდა გავუწოდოთ. აი, კიდევ ერთხელ ხას გავუსვავ, ის რომ გუშინ ვინმემ ქართულ ოცნებას ხმა მისცა, ეს არ ნიშნავს, რომ ის ჩემი მტერია, ის ჩემი თანამემამულია. და მას მე ხელი უნდა გავუწოდოთ. ტრანსფორმაციაში ამას გულისხმობ, რომ უთხრათ ამ ადამიანებს, რომ ჩვენ სამტრო არაფერი არ გვაქვს და იმ წამკიდებლებს, რომლებიც ცდილობენ, რომ ჩვენ შორის ხიდი ჩატეხონ, ჩვენ გვინდა უპასუხოთ, რომ არ ავყვებით ამაში და სიკეთით, სწორი სიტყვით, სწორი საუბრით, ერთმანეთის მოსმენით ავაწყობთ, ავაშენებთ ამ ნდობის ხიდს, რომელიც ჩვენ გვჭირდება და ამას მე პირადად
თავიდან ბოლომდე ამაში ვიქნები გადაშვებული. ეხლა მესამე საკითხი რაც მინდა ვთქვა, ის რომ მე პირობითად ციხის გამოსვლის შემდეგ არ ვიყავი ეთერებში, ეს არ ნიშნავს და არავის ეგონოს რომ ეს სახში ვიჯექი უბრალოდ და არაფერს ვაკეთებდი. ძალიან ბევრს მუშაობთ, ძალიან ბევრ საკითხზე მუშაობთ. მათ შორის შინაარსობრივ თემებზე, როგორ ავაშენოთ ეს ხიდი, ეს საყოველთაო მობილიზაცია როგორ მოხდეს. ოღონდ პოზიტიური, კიდევ ერთხელ ვამბობ, არავითარია ეს რაღაცა არავინ წარმოიდგინოს, პოზიტიური მობილიზაცია, პოზიტიური ხიდის მშენებლობა, პოზიტიური მომავლისკენ სვლა. მიხვდით, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ყველას გვინდა ვცხოვრობდეთ სამართლიან გარემოში. ყველას დარწმუნებული ვარ გსურს, რომ საქართველო იყოს ამაყი, წელგამართული, ხრებგაშლილი, თავაწეული ქვეყანა, ძლიერი ქვეყნების პარტნიორი. მესამე ყველას გვინდა რომ ჩვენი შვილები იზრდებოდნენ საერთო გარემოში. ანუ აი ამ საერთო გზავნილით გვინდა უთხრათ საზოგადოების ყველა წევრს, რომ გავერთიანდეთ, ასე ვთქვათ, შევთანხმდეთ, რომ ეს ჩიხი ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავძლევთ და აქვე გეტყვით გიორგი ბოდიში, ჩვენ ეს პროცესი, რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება ამ პროცესში მეტი სისტემურობა, ორგანიზებულობა, კომპლექსურობა, აი ესე ვიტყვი, ორგანიზებული ტყუილი ებრძვის დღეს საქართველოში, როგორ ვთქვათ, აი გაფანტულ, მაგრამ უმრავლესობაში მყოფ სიმართლეს. აი ეს სიმართლის მეტი ორგანიზება, მეტი, ასე ვთქვათ, სისტემურობა, ისე სწრაფად შეცვლის ვითარებას, როგორც აი წარმოუდგენელია. ხა მე რა თქმა უნდა, იქ სანქციებია, სხვა ქვეყნებია, ეს სხვა ქვეყნების გადასაწყვეტია. ჩვენი, ჩემი, თქვენი, ყველა ვინც ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები, ჩვენი პასუხისმგებლობაა ქვეყანა გამოვიყვანოთ ამ ჩიხიდან. და აქ ჩვენ ვთავაზობთ, აი ვინც კრიტიკულად საუბრობს, ვთავაზობთ საუბარს, ვთავაზობთ დიალოგს, დიალოგი გვჭირდება. გვჭირდება ყველასთან, მოусმინოთ ერთმანეთს, გავიაზროთ ერთმანეთს. ის კი არა, რომ გვახასიათებს ხანდახან, რომ მხოლოდ მე ვარ მართალი და ყველა არის მტყუანი. და ეს ჩვენ ოპოზიციის მხარესაც სამწუხაროდ ის შეცდომები რაც ქონდა, ამან მიგვიყვანა. მიხვდით, რომ აი მე რო ეს პოზიცია ავირჩიე, მარტო მე ვარ მართალი. სხვამ თუ სხვა პოზიცია ერჩია, იმას ტრადაცხადებ. არა. ეს არასწორია ხალხო. არა ეს. მოდი აქ შევჩერდეთ ერთი წამი და დავაზუსტოთ. რა პრინციპებს გამოყოფთით, რომელზეც უნდა დაშენდეს ახალი ოპოზიციური კოორდინაცია, სიტყვა ერთობასაც უფრო ფრთხილად ხმარობ. რადგან მიდის ეს კონსულტაციები, ალბათ უკვე ეს პრინციპები არის გამოუკვეთილი და ჩამოყალიბებული. მათ შორის იმ შეცდომების გათვალისწინებით, რომელიც პირველი და მთავარი, ჩვენ არ ესე ვთქვი, ჩვენ არ უნდა წამოვეგოთ ხაფანგს, რომელსაც მუდმივად გვიგებს ეს ქართული ოცნების, ასე ვთქვათ, ლიდერებში მყოფი რამდენიმე ადამიანი და არ უნდა ვეძებდეთ ერთმანეთში მტრის ხაზს. პირველი, მეორე, უნდა დავიწყოთ ერთმანეთის მოსმენა. მესამე, უნდა ვაკეთოთ ბევრი საქმე ერთად. მეოთხე, საზოგადოებას და პრინციპში ხა ისე გარემაყურებლიდან მომივიდა ამის საუბარი, მაგრამ მეც ამის ნაწილი ვარ და პირდაპირ ვიტყვი, მინდა საზოგადოებას უთხრა, რომ ჩვენი გზავნილია შევთანხმდეთ. ერთად ავეშენოთ ეს ქვეყანა. წავიდეთ ევროკავშირისკენ. დავანებოთ თავი ამ მტრულ რიტორიკას. არა ვართ, ეგ არ მიგვიყვანს ჩვენ კარგ შედეგამდე. მიხვდით? აი ეს ახალი მიდგომა ჩვენ საზოგადოებასთან, ჯერ ერთმანეთთან, პირდაპირ ვიტყვი, რომ ნდობა ამანაც გააჩინოს, რომ რაღაც ახალი მოხდა ჩვენში, შემდგომ საზოგადოებასთან აბსოლუტურად შეცვლილი საუბარი. მინდა ვესაუბრო ყველას მინდა. დიალოგის გარეშე არაფერი გამოვა. ის ვინც ჩემზე შეიძლება ცუდს ამბობდა, მასაც მინდა ვესაუბრო და ავუხსნა გულს რატო ვარ ამ ბრძოლაში, რატო არ გავრბივარ ამ ქვეყნიდან, რატო არ გავიქცევი ამ ქვეყნიდან, რატო ვერ მივატოვებ ჩემს სამშობლოს, რატო მაქვს თავი გადადებული, მე კი არა მარტო, ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს საპატიმრო დაწესებულებაშია, ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს პროტესტშია, რისთვის ვიბრძვით და ჩვენ ვიბრძვით სწორედ სამართლიანობისთვის, დემოკრატიისთვის, ვიბრძვით იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ საქართველოს არა მხოლოდ დაიბრუნოს რეგიონის ლიდერის სტატუსი, არამედ ვიყოთ განვითარებულ ძლიერ ქვეყნებში, ამაყი ვიყოთ. ხო გვინდა რომ ჩავიდეთ ბრიუსელში, ის კი არა რომ არ ჩაგვესვლება. ისე როგორც იყო გარკვეული პერიოდი და უკეთესად რომ ჩადიხარ საქართველოს დელეგაცია იყო ყველაზე პატივსაცემი წარმომადგენელი. უკეთესად აი ხა სომხეთზე და აზერბაიჯანზე რომ საუბრობდით ამერიკასთან ურთიერთობები, სომხეთი და აზერბაიჯანი საქართველოს გავლით ცდილობდა ამერიკასთან ურთიერთობების დაალაგებას. შუა აზიის ქვეყნები
უზბეკეთი, ყაზახეთი, თურქმენეთი, რა ვიცი, სხვები საქართველოს გავლით ცდილობდნენ დამყარებას. ახლა ნახეთ, ტრამპი იმათთან შეთანხმებას აფორმებს მილიარდობით ინვესტიციები და უზარმაზარი ეკონომიკური შეთანხმებები. აქ აგერ ახალი დერეფანი შენდება სომხეთი აზერბაიჯანის მონაწილეობით და ჩვენ ამ ყველაფრის მიღმა ვართ. მე აი ეს გვინდა მოვიტანოთ რომ დავიბრუნოთ ჩვენი ის ბუნებრივი როლი, რაც ჰქონდა ამაყი ძლიერი ერთმუშტად შეკრული ერი. აი კიდე უფრო ასე ვთქვათ, უფრო ღრმად რო შევიდე. დავით გურამიშვილი მაინც გვაქვს ყველა საკითხული, ხო? და იქაც არის ესეთი პასაჟი, ხო? თავის თავსა ხმალი იცეს მულსა მოიხმხედრეს ხიშტი და ასე შემდეგ, ხო? არა, მერმე შინა დაიშალნენ, ძმა მოუდო ძმასა ყისტი, თავის თავსა ხმალი იცეს, მულსა მოიხედრეს ხიშტი. მართლა ეს ხო არ უნდა დაგვემართოს? სამწუხაროდ ჩვენი ისტორია ასეთია რა. როდის ვიყავით სუსტები, როდესაც ერთმანეთს ვებძვით და მტერს ვეძებთ ერთმანეთში. ახლა აგერ გვყავს 10 ადამიანი, რომელიც ცდილობს რომ ეს მტრობა გააღვივოს ქვეყნის შიგნით. ჩვენ ვამბობთ რომ მე მათნაირი არა ვარ. მე არ მინდა მტრობა ქვეყნის შიგნით. ჩვენ არ გვინდა მტრობა ქვეყნის შიგნით. ჩვენ გვინდა ერთიანობა, ჩვენ გვინდა თანადგომა, ჩვენ გვინდა ჯანსაღი კონკურენცია, ჯანსაღი პაექრობა. დემოკრატია ეგ არის. ის ფუნდამენტი, რაზეც უნდა ავაშენოთ ქვეყანა, დემოკრატია ზუსტად ეგ არის, რომ ჯანსაღად პატივს ვცემთ პირველ რიგში ერთმანეთს, პატივს ვცემთ ერთმანეთს და ამის შემდგომ ჩვენს აზრს ვაფიქსირებთ. და არასდროს არ გვაქვს ის მიდგომა, რომ მე რასაც ვამბობ, მარტო ის არის მართალი. ასე ვერ წავალთ წინ. ევროპა რო გვინდა, ევროკავშირი რო გვინდა, იქ არის მრავალფეროვნებაში სიძლიერე პრინციპების ნაწილობრივ უკვე ილაპარაკეთ, რასაც უნდა დაეყრდნოს ახალი ოპოზიციური ერთობა, თანამშრომლობის პლატფორმა, ასე დავარქვათ. ჯერჯერობით არ ვიცით თუ რომელი სუბიექტები იქნებიან, მაგრამ აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ოდნავ განსხვავებული პოზიცია აქვს ლელოს, თუმცა იმ საერთო მიზნებთან მიმართებაში, რაც თქვენ ახლა ჩამოთვალეთ, ლელო ამ სტუდიაში არაერთხელ განაცხადა მზაობა, რომ იქნებიან აქტიურ კოორდინაციაში, იქნება ეს კუჩა, აქცია, საერთაშორისო პლატფორმები და ასე შემდეგ. თქვენ რისთვის გჭირდებათ აი ეს მობილიზება? აი რამდენჯერ მეახსენეთ პოზიტიური მობილიზაცია. ეს ერთობაც მაგისთვის გჭირდებათ, ხო? რა უნდა იყოს ამის ტაქტიკური მიზანი? აი ხალხს აინტერესებს მაგალითად რა არის ეს? ადამიანელი არჩევნების დანიშნა, რაღაცა ტიპის რევოლუციური სიტუაციის მომწიფება და შექმნა, თუ რა არის? მე ვფიქრობ, რომ როდესაც ჩვენ გავძლიერდებით და ამ ძალას უკვე ვეღარ აარიდებს თვალს თვითონ რეჟიმი, ისინი დაიწყებენ დათმობებზე წასვლას. ისინი დაიწყებენ თხოვნას, რომ მოვილაპარაკოთ, მზად ვართ გარკვეული ნაბიჯები გადავდგათ. ახლა რა იქნება ეს ნაბიჯები? როგორი არჩევნები, მარტო არჩევნებია, როგორი არჩევნები ჩატარდება, პატიმრების განთავისუფლება პირველ რიგში, უამრავი კანონი, ხო 2024 წლის მერე რაც კანონი პარლამენტს მიღებული, ამერიკაში არის ასეთი მიდგომა sunset რეგულაცია, ანუ რაღაც პერიოდის განმავლობაში მიღებულ ყველა აქტს აუქმებს. აი ესე დაახლოებით ეგეთი მიდგომა უნდა, რომ რაც კი მიიღო ამ პარლამენტმა, ყველაფერი გასაუქმებელია. არა იმიტომ მხოლოდ რომ ჩვენ მას არალეგიტიმურად ვქმნით, არამედ იმიტომ რომ ეს დემოკრატიის ნგრევის კანონებია, ხო? აი დემოკრატიის ნგრევის კანონებია რა. მაგრამ ნახეთ გიორგი, ჩვენ ძალიან ბევრი ვიყავით ხშირად ქუჩაში, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ აი რაღაცნაირ ერთმუშტად შეკრულობას ვერ მივახცეთ. კი ვიყავით ინდივიდები, მოვედით, ბევრნი ვიყავით, მაგრამ აი ეს შეკრა ერთი საერთო იდეის გარშემო გაცილებით ძლიერი და მეტი იქნება. ეხლა სხვა შორის ზურა იყო თქვენთან ეთერში და ისიც საუბრობდა ამასთან დაკავშირებით. შეკრებები უნდა იყოს, რა თქმა უნდა, მაგრამ შევიკრიბებით 100,000? არ არის საკმარისი, უნდა წავიდეთ 200,000 უნდა შევიკრიბოთ და მე არ მჯერა რომ რომელიმე ქართველი აი ეს რაზე ჩვენ ვისაუბრეთ იტყვის უარს და არ დადგება ამ საერთო პროცესში. მე ხვდით, კიდევ ერთხელ ვამბობ, მშვიდობიანად ეს ასე ვთქვათ, როგორ თქვა, სიყვარულით, სიკეთით, ხომ, პოზიტიური განწყობით
უნდა ვესაუბროთ ერთმანეთს, ეს დიდი მობილიზაცია, უფრო მეცაც გეტყვით, თუ ციფრობრივ თვალსაზრისით გეტყვით, მე ვფიქრობ, რომ მინიმუმ 70-80%-ზეც კი შეიძლება ავიდეს და სხვადასხვა მონაცემები, კვლევების, ასე ვთქვათ, სიმპტომებს აჩვენებს იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც აღარ უნდა ასეთ ვითარებაში ცხოვრება და უნდა უკეთესი, განსხვავებული, აღარ უნდა ეს მტრობა დაიღალა ამ სიძულვილით, დაიღალა ამ ტყუილებით და ამ ადამიანებს ვპირდებით, რომ ჩვენ მივცემთ ისეთ გზავნილებს, ისეთ შინაარს და არა უბრალოდ სიტყვით, არამედ საქმით, რომ გავერთიანდეთ ყველანი და წავიყვანოთ ჩვენი სამშობლო განვითარების. გიორგი, საუბრის ბოლოს აუცილებლად უნდა ვახსენოთ საგარეო ფაქტორი. საქართველო ყოველთვის იყო ქვეყანა, სადაც ხალხის შიგნით არსებული განწყობები იყო გადამწყვეტი, მაგრამ ჩვენი საგარეო პარტნიორების დამოკიდებულებები, მათ შორის ადგილობრივი ხელისუფლების ლეგიტიმაციის ნაწილში ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ანგარიშგასწევი იყო. დღეს არ იყო ეს შემთხვევითი ტონები, ცოტა მოულოდნელი ბევრისთვის, როდესაც ერთ-ერთი ევროპარლამენტარის რიგით მიმართვას ქართული ოპოზიციისადმი ამხელა გამოხმაურება მოყვა. ანუ ეს ეჭვები როგორც ჩანს მომენტალურად ჰიპერბოლიზდება შეშინებული ძალაუფლების თავში. ალბათ უფრო ივანიშვილის თვალში, რომელსაც გონია, რომ რაღაცა მორიგი დიდი შეთქმულების ახალი ფაზა დაიწყო და აი ეს სანქციები იმედის და პოზიტივის წინააღმდეგ აგერ ოპოზიციას მოუწოდებენ რომ გაერთიანდით და ასე შემდეგ და დაინახეს რაღაცა ახალი დიდი საფრთხე კიდე, ხო? აი ეს ისტერიული რეაგირება ამაზეც მეტყველებს. მათ შორის თავად ივანიშვილის ფიზიკური გამოჩენაც დღეს, ხო? მაგრამ ქვეყნის გარეთ მართლაც არის უზარმაზარი რესურსი, რაც ქვეყნის მომავლის გადამწყვეტ ფაქტორთა შორის ერთ-ერთი მთავარია. ეს არის ქართული ემიგრაცია. არა მარტო რიცხობრივი და რაოდენობრივი, არამედ მათი რესურსის შესაძლებლობა. მათ რას ეტყოდით? ისინი როგორ შეიძლება ჩაერთონ ხმაწართმეულები, უფლება შეზღუდულები. ახლა უკვე ისე მიდის ყველაფერი, რომ ახლობლისთვის დახმარების გაწევა და თანხის გადმორიცხვაც კი შეიძლება კრიმინალიზებული გახდეს, თუ მოქალაქეები არიან იმ უცხო ქვეყანაში მცხოვრებლები, ვინც არიან ქართველები. აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით რას ეტყოდით? ყველანაირ უსამართლობაზე ილაპარაკეთ, მაგრამ ამაზე პირველ რიგში ჩემი დიდი პატივისცემა ყველა ჩვენს თანამემამულეს, რომელიც ამ ძიმე ვითარების გამო რაც ქვეყანაში არის, მოუწიათ წასვლა ქვეყნიდან. ჩვენ ძალიან მძლავრი ემიგრაციული, ასე ვთქვათ, საზოგადოება გვყავს, ხომ? ძალიან ბევრი წარმატებული ემიგრანტი, ძალიან განათლებული პროფესიონალები და როცა საუბრობთ იმ მომავალ აღმშენებლობის პროცესზე, რომელიც ამ ქვეყანაში უნდა დავიწყოთ, რა თქმა უნდა, გვეიმედება მათი პროფესიონალიზმი, ცოდნა, გამოცდილება, რაც მათ შეიძინეს, რომელიც დაბრუნდება ჩვენ სამშობლოში და ყველა ერთად ავაშენებთ ქვეყანას. ჩვენ ცალკე გვექნება, რა თქმა უნდა, მიმართულება და გვაქვს უფრო სწორად, აგერ ორშაბათს ერთი თაობები საქართველოსთვის მართავს ერთ დიდ ფორუმს ემიგრანტების და იქაც ვერთვები ამ ფორუმზე და სხვას აბსოლუტურად სადაც არის თანამშრომლობა, კოორდინაცია, კოლაბორაცია ამ ჩვენს ემიგრანტებს ძალიან ბევრი ეთქმით თავის ოჯახებთან ვინც აქ არიან, რომ სადაც ვერ შევძლებთ იმ ტყუილის გამკლავებას ან იმ სიძულვილის ენის დამარცხებას, სწორედ ემიგრანტებია შეიძლება ის ხიდი, რომ თავის ოჯახებს დაგვაკავშირონ, ან ისინი ესაუბრონ, რამდენად მნიშვნელოვანი და სწორი პროცესია. არ ვუყურებ მე მხოლოდ ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არჩევნებში მონაწილეობა, მარტო ამ გზით არ ვუყურებ, მე ვუყურებ ამ ადამიანებს, როგორ გითხრათ, აი დიდი გზამკვლევებს, როგორ გითხრათ, აი ყინულმჭრელებს, სწორედ აი ამ ტყუილის და სიძულვილის ტალღის დასამარცხებლად რა. და მე ვფიქრობ, რომ აი აქაც დიდ კონსოლიდაციას, დიდ მობილიზებას აქვს დიდი მნიშვნელობა. წარმოიდგინეთ, რომ საქართველოს ეკონომიკაში ერთ-ერთი კი არა, ყველაზე მეტი შემოსავალი არის ემიგრანტების გადახდა. რო არ იყოს ემიგრანტების გადმორიცხვები, ეკონომიკაზე რო გვესაუბრებიან, ესე რემინესებზე დგას ნაწილობრივ. ახარ გვექნება ნაწილობრივ არა, ფაქტობრივად იქ სადაც საზოგადოება არ არის კლანის წევრი, რომელიც ფულს აკეთებს, ფაქტობრივად თლიანად დამოკიდებული დიდი ნაწილი არის ემიგრანტების გადმორიცხულ თანხებზე. ხო, არჩენენ მშობლებს, შვილებს, ოჯახებს და ასე შემდეგ. და ეს შედის ქართულ ეკონომიკაში
ეკონომიკაში ეს იბეგრება გადასახადები და ეს მერე ტრიალდება სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელსაც სამწუხაროდ გარკვეული ჯგუფები ჯიბეში იდებენ და იპარავენ. საიდანაც იღებენ ხელფასს ადამიანები, რომლებიც შემდეგ უგრძელავენ ამ ხალხს ძირითად კი ბატონო, ამიტომ მე როგორ უყურებ ემიგრანტების ჩართულობას? აი ამ საერთო მნიშვნელოვანი გზავნილები მიწვდენა მათი მეშვეობით, მათ ოჯახის წევრებთან, რომელსაც შეიძლება ჩვენ ვერ ვწვდებით, იმიტომ რომ არ ვიცი, არ გვისმენენ, არ გვიყურებენ, ასე შემდეგ. მე ემიგრანტების ძალიან დიდი იმედი მაქვს, მაგრამ ამის გარდა, ეხლა ნებისმიერი ქვეყნისთვის უდიდესი ძალაა შენი მძლავრი დიასპორა სხვადასხვა ქვეყანაში და ჩვენ რამდენ აქციას ხედავდით. მინდა ძალიან დიდი მადლობა უთხრა ემიგრანტების ჯგუფებს, რომლებიც ციხეში მიგზავნიდნენ, სხვათა შორის წერილებს ვიღებდი მათგან და დიდი მადლობა ყველას, ძალიან ვაფასებ ამას და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენც დაგიფასებთ იმით, რომ ყველა ერთად დავიწყებთ ქვეყნის აღშენებლობის პროცესს, რაც ასე ძალიან გჭირდება. რო შევაჯამოთ უკვე ჩვენი ინტერვიუ, უბრალოდ კიბატონია ვართ ეთერში. გიორგი, კიდევ ბევრ თემაზე უფრო დეტალურად მოგვიწევს. უმარედ ვიყავი სამარტო საკანში და შეიძლება ბევრს საუბრობ, ოდიშ გიხდით. პირიქით, საინტერესო იყო თქვენი მოსმენა, მაინც რო შევაჯამოთ, როგორც თქვენი აქტივობის ხარისხი, ასევე ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების პერსპექტივა დროში. როგორ წარმოგიდგენია? მოდით, ეცით რა არის? მალე იქნება კონკრეტული ინიციატივები. მე არ მინდა ეხლა არ იქნება სწორი რომ გავუსწრო რაღაცას წინ, მაგრამ გარდა ოპოზიციური პარტიებისა, მე მინდა ვთქვა, რომ ძალიან დიდ დროს ხარჯავთ და საუბრობთ, აი დღესაც 2-3 შეხვედრაზე ვიყავი, საოცარი ახალი პროფესიონალები, ახალი, ასე ვთქვათ, ტვინით გაჭედილი ადამიანები არიან აი ამ პროცესებში ჩართული და ერთ-ერთ ფუნქციად ჩემსას პერსონალურად, რასაც მივიჩნევ, არის რომ ამ ადამიანებს კონდეთ მეტი გასაქანი, უფრო აქტიური როლი მიიღონ პოლიტიკაშიც, არა მხოლოდ აქტივიზმში, არა მხოლოდ თქვათ საზოგადოებრივ აქტიურობაში, მაგრამ იმედი მაქვს რომ ბევრს სურვილი ექნება, იმიტომ რომ რთულია ამ ნაბიჯის გადადგმა პოლიტიკისკენ, იმედი მაქვს რომ ბევრს სურვილი ექნება, მაგრამ მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს მართლაც პროფესიონალები, ეს ადამიანები, რომლებსაც უზარმაზარი პოტენციალი აქვს. აი დღეს ვიყავი ხა შეხვედრაზე, ისეთ პრეზენტაციებს აკეთებენ, ისეთი შინაარსი, სულ რაც მინდოდა რომ პოლიტიკას აკლდა, ოპოზიციურ პოლიტიკას, იმიტომ რომ მწირი რესურსების, მწირი იმის გამო აკლდა, რაღაც ტვინებით გადაიჭედა რა, პროფესიონალებით გაიჭედა. აი მართლა ესე შემიძლია ვთქვა და აი ამ პროფესიონალებისთვის გასაქანის მიცემა არის ასევე ჩვენთვის ძალიან დიდი ამოცანა, რაც გვექნება. დანარჩენი მე ვფიქრობ, რომ ძალა ერთობაშია. მე ვფიქრობ, რომ თანხმობა არის ერთადერთი გზა, რომელიც ამ ჩიხიდან გამოგვიყვანს. კიდე ერთხელ ხაზს უსვავ, ჩვენ სამტრო არაფერი არ აქვს. ერთი ქვეყანა გვაქვს, ერთი სამშობლო გვაქვს, აქ უნდა ვიცხოვროთ. ჩვენი წინაპრები აქ არიან დასაფლავებული, აქამდე მოიყვანეს ეს ქვეყანა და ეს დიდი შანსი, რომელიც მოგცა ახლა გეოპოლიტიკურმა აი ამ დიდმა გადალაგების პროცესმა, ეს შანსი ჩვენ ხელიდან არათუ არ უნდა გაუშვათ. 100%-ით უნდა გამოვიყენოთ ყველაფერი ჩვენ სასარგებლოდ, ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ და ამის ცოდნაც გვაქვს, ამის ნიჭიც გვაქვს, ამის გამოცდილებაც გვაქვს. ჩვენ ვართ ერი, რომელსაც ძალიან ბევრი რამ გაუკეთებია, ძალიან ბევრი შეუტანია კაცობრიობის განვითარებაში და იმ ევროკავშირში გაწევრიანება მარტო იმიტომ კი არ მინდა რომ საქართველოს ევროკავშირი იყოს. ჩვენ უნდა შევიდეთ იქ ჩვენი შინაარსით, ჩვენი იდეებით უნდა მივიდეთ, თავაწეულები უნდა მივიდეთ, რეფორმის მაგალითები მივიტანოთ. დიახ, ევროპასაც ჭირდება რეფორმები და ამ რეფორმების განრიგი, როცა მოგვეცემა ამის შესაძლებლობა, უნდა მივიდეთ საერთოდ ქართულ კაცს და ლაშა ბაქრაძე ამბობს ხოლმე ხშირად. სჭირდება ასპარეზი. იმისთვის რომ მისი პოტენციალის სრული რეალიზება მოახდინოს. და ევროკავშირი ჩავთვალოთ არის ის ასპარეზი, სადაც ყველა ქართველი შეძლებს საკუთარი პოტენციალის ამაყად თავაწეულად, ხრებ გაშლილად რეალიზებას, რომელსაც ზურგს უმაგრებს ძლიერი სახელმწიფო, რომელსაც ზურგს უმაგრებს ძლიერი სახელმწიფო მძლავრი დემოკრატიით, მძლავრი ეკონომიკით და ძლიერი თავდაცვის სისტემით. ეს სამი არის ფუნდამენტი, რაზეც ჩვენ უნდა ავაშენოთ ყველაფერი. ამის გარეშე არ გამოვა. ძლიერი და მძლავრი დემოკრატია ნიშნავს სრულფასოვან დემოკრატიას და ამ შემთხვევაში სწორედ სამართლიანობის პრობლემა აღარ გვაქვს. მძლავრი ეკონომიკა ნიშნავს ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკას და ცოდნა არის მთავარი 21 საუკუნეში და მესამე ძლიერი თავდაცვა, ძლიერი ჯარი იმისთვის რომ შენ პირველ რიგში შენ თვითონ იყო შინაგანად ძლიერი რომ
თავი დაიცვა და აქ ამაზე ღიად უნდა ვისაუბროთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია და მეორე იყო ძლიერი პარტნიორი, რომ შენთანაც ძლიერი პარტნიორები გყავდეს, რომ სხვაც გვერდში დაგიდგეს. რაც შეეხება, ძალიან მოკლედ ვიტყვი, რომ გეოპოლიტიკური სურათი თუ ჩვენ მაკრო თვალით, ანუ ზემოდან შევხედავთ, ყველაფერი ჩვენ სასარგებლოდ ვითარდება. უმძიმესი ვითარება გაიარა უკრაინამ, მაგრამ უკრაინელი მამაცი ხალხის ბრძოლამ გადაარჩინა საქართველოს და ბევრი ქვეყანა კიდევ იმ აგრესიის, აბა უკრაინას არ ებრძოლა. მე რეგვენახა სად იქნებოდა შემდეგი, ასე ვთქვათ, ასეთი შეტევის წერტილი. გიორგი, მადლობა. გიორგი, ბოლოს კიდევ ერთხელ დიდი პატივისცემა აქედან ყველა პოლიტიკურ პატიმარს. იცით რომ ჩვენი პარტიის გენერალური მდივანი პაატამან ჯგალაძე დაკავებულია აბსოლუტურად უსამართლოდ და მე დარწმუნებული ვარ, რომ სულ მალე ყველა ადამიანის თავისუფლებით მას ვიზეიმებთ და კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს თავისუფლება ჩვენი გამოსვლა ციხიდან მინდა რომ იყოს ციხეში უსამართლოდ გაშვების დასასრული ამ ქვეყანაში. არ არის მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლება, ბატა ბურჯულაძის განთავისუფლება, ნიკა მელიას განთავისუფლება, სინდისის პატიმრები ვინც ყავს, მურთა ზოდელავას ყველას განთავისუფლება. და ეს განთავისუფლება ზუსტად იმ მეორე მხარეც ვინც იყო და მე იმედი მაქვს რომ 1-2 ადამიანი მაინც დღევანდელი ეთერით დავარწმუნეთ რომ ჩვენ ცოტა სხვა შინაარსი ვაქვს და განსხვავდებით ქართული ოცნების იმ რეალობას მოწყვეტილი ლიდერების სხვა შინაარსი გვაქვს. მათაც ვეუბნებით, რომ ჩვენი ამოცანა არ არის შურისძიება და შურისძიება ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს. ჩვენი ამოცანა არის აღმშენებლობა, წინსვლა, ძლიერი საქართველოს, მძლავრი ეკონომიკით, მძლავრი დემოკრატიით, მძლავრი თავდაცვის სისტემით, ამაყი წელგამართული რეფორმების ავანგარდში მდგომი რეგიონის ლიდერი საქართველოს. აი ეს მინდა რომ ყველამ ერთად მივახცევთ და ამის რომ წამს, იმიტომაც ვერ გამტეხა ვერც ციხემ და იმიტომაც ვერ გატეხა ციხემ ვერც ერთი ის პატრიოტი, ვინც დღეს ეხლა საპატიმრო დაწესებულებაშია. დიდი მადლობა მათ ამ ბრძოლისთვის აქედან თქვენი ეთერიდან. ეს ნამდვილად გეტყობა დღევანდელ ეთერში, არც ენერგია მოკლევიათ, მე მგონი უფრო პირიქით. საინტერესო იყო თქვენი მოსმენა, წარმატებას გისურვებთ. პირველ რიგში ულოცავთ თქვენ ოჯახის წევრებს, რომ დაუბრუნდით თავისუფლება.